ნახეთ რა ლამაზია. აურაკაია. ეს არის კაქტუსის ყვავილი. ესე. ეს მინდოდა. უბრალოდ ძალიან ლამაზია. გამარჯობა. მე ელფმარიამი ვარ და ამ ვიდეოში დავაგემოვნებ ეგზოტიკურ ხილს. და მოგიყვებით მათ შესახებ საინტერესო ისტორიას. გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები თქვენი საყვარელი ეგზოტიკური ხილი რომელია და დაალაიქეთ ვიდეო. პირველი დავიწყოთ ჩემი საყვარელი ხილით, ეს არის მარაკუია. ჩემი საყვარელი ხილია, ნამცხრებშიც მიყვარს. ლიმონადს ბოლო პერიოდში სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მარაკუიასაც ვუკვეთავ და ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ რა ლამაზია. მარაკუია წარმოშობით არის სამხრეთ ამერიკიდან. ეხლა კი გავსინჯოთ როგორია. მე მაგ გასინჯული დომინიკის რესპუბლიკაში ვიყავი პირველად რო გავსინჯე იქ საუზმის დროს იყო ხოლმე. მოდი ერთს დავხევას დავიჭერ. ნახეთ. ჯერ რასუნელი აქ გიჟდები. აი ჩემი საყვარელი ხილია, მართლა. მარაკუია. აურაკაია. მართლა საუკეთესოა. ძალიან კაია. ეს ხილი არის რების და რწმენის სიმბოლო და სურნელი აქ ისეთი სურნელი აქ, რომ მართლა საოცარი. 10-დან 10-ია ჩემთვის მარაკუია, იმიტომ რომ პირველ ადგილზეა, როგორც გითხარით და ასევე გეტყვით იმას, რომ ეს მარაკუია აქ ღირდა 99 ცენტი ერთგან, მეორეგან 59 ცენტი, ანუ ძალიან იაფი. თბილისში ცოტა ძვირი ღირს. გერმანიაში ვარ შეგახსენებთ. და გამოიწერეთ ჩემი არხი აუცილებლად. შემდეგი გადავიდეთ, მოდი, კაქტუსის ყვავილი არ მაქვს გასინჯული და კაქტუსის ყვავილზე გადავიდეთ, რომელიც ესე გამოიყურება. ეს არის კაქტუსის ყვავილი. ეხლა გავჭრი როგორც უნდა ვჭამო ისიც არ ვიცი, ეს შედარებით ბილი ხო არა ვიყო. ალბათ ეს. კაქტუსის ყვავილი მექსიკიდან მოდის და ის ითვლება უდაბნოს. რა ლამაზია ესეც. და ითვლება უდაბნოს განძად. ნახეთ რა ლამაზია. და ეხლა პირველად ვაგემოვნებ, მარაკუია მქონდა გასინჯული და ეს არასდროს გამისინჯავს და აბა ვნახოთ. ხო არ მოვიწამლები. ლეგენდის მიხედვით აცტეკებმა ქალაქი ააშენეს იქ, სადაც ნახეს არწივი, რომელიც კაქტუსზე იჯდა. და ამ კაქტუსის ნაყოფს მიირთმევდნენ. გადარჩენის და გამძლეობის სიმბოლოს კაქტუსის ნაყოფს მე დავუწერ მხოლოდ 6 კულას. არ მომეწონა თითქოს არაფერს გემო არა აქ. მარაკუიას ვერ შეედრება ხალხო. ცუდი კი არ არის, მაგრამ მარაკუია არის სასწაული. სხვათა შორის კაქტუსს ადგილობრივები იყენებენ არა მხოლოდ საჭმელად, არამედ საღებავათაც. და იმედი არ გავყვითვლდი. ბოლოს მინდა დრაგონ ფრუტები გავსინჯო და მანამდე მოდი გავსინჯოთ მანგო. მანგო რატო გადავწყვიტე, იცით რომ ჭამა მინდოდა მანგოსი და თან რაღაც ვიდეო ვნახე, ვაირალ ვიდეო, როგორ უნდა დავჭრათ მანგო და მინდა თქვენს გასწავლოთ. თორე გასინჯული ბევრჯერ მაქვს. მანგო სხვათა შორის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ ხილად. ინდოეთიდან მოდის და ესე უნდა დაჭრათ. ნახეთ, ესე ხო მოჭრით ერთ მხარეს. შემდეგ აიღებთ, ამის გაკეთება მინდოდა და ამიტომ ვიყიდე მანგო. მერე ესე იზამთ. დავიწუწე, მაგრამ არა უშავს. ესე იზამთ და მერე იზამთ ესე. ეს მინდოდა. ამის გამო ვიყიდე მანგო. მანგო ძალიან მიყვარს. მანგო საჭმელთან ერთადაც ძალიან მიყვარს. სხვათა შორის ინდოეთში მანგო არის სიყვარულის და მეგობრობის სიმბოლო. და ესეც ამბობენ, რომ ვინც ერთხელ შეჭამს მანგოს, მის გემოს ვერასდროს ვერ დაივიწყებს. მართლა ძალიან კაია. კაი გადავაგდე. და გადავიდეთ შემდეგ დაგემოვნებაზე. ეხლა ვაგემოვნებთ დრაგონ ფრუტს. ორნაირი დრაგონ ფრუტი გვაქვს. ისინი აქ დავაწყოთ. დამეთანხმებით, რომ ყველაზე ლამაზი ხილია, თუმცა გემო ეს გასინჯული მაქვს. ყვითელი არ მაქვს გასინჯული, ჯერ გავსინჯოთ ეს და შემდეგ გადავიდეთ ყვითელზე. სხვათა შორის დრაგონ ფრუტი მოდის ცენტრალური ამერიკიდან, თუმცა ბევრისთვის ის აზიასთან ასოცირდება. ლეგენდა ესეთია. დრაკონები როცა ცეცხლს აფქვევდნენ, ბოლო ამოფქვევისას იბადებოდა ეს მცენარე. და ამიტომ ეძახიან დრაკონების ხილს. ამას 10-დან
მანგოს 10-დან 10 და ამას 10-დან 7. არაფრის გემო არა აქვს რა. უბრალოდ ძალიან ლამაზია. თორე არაფრის გემო არა აქვს. სხვათა შორის დრაკონების ხილს ასევე ეძახიან ღამის ყვავილს, იმიტომ რომ ღამით ყვავის და დღისით ჭკნება. ყვითელი ფერის არ მქონდა გასინჯული და ესე გამოიყურება. სხვათა შორის წითელში მივეცი 5 евро და ამაში არ ვიცი რამდენი მივეცი, ალბათ ესე 3-4 евро. ნახავ, აქ ვიდეოსაც ჩავსვამ, სადაც ამ ყველაფერს ვყიდულობ და შეგიძლიათ ნახოთ ფასები, რა ღირდა. Dragon fruit გასინჯული მაქვს, მაგრამ თუ საჭიროა, კიდე დავაგემოვნებ. გამოსეთ კი გამოიყურება. ამ სამხელში გადავიხადე 8 евро და 27. კიდევ 2 მარაკუია ვიყიდე და თითოში 99 ცენტი გადავიხადე. იმედია ჩანს. თუ არ ჩანს. ეს არის კაქტუსის ყვავილი, რომელიც არ მაქვს გასინჯული. евро და 99 ღირს. წავიღოთ, გავსინჯოთ. მოკლედ ამ კაქტუსის ყვავილში 4 წელში მივეცი 2 და 98 евро. და გავსინჯავ ეხლა როგორია. თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი მეტი საინტერესო ვიდეოსთვის და რაც თავარია მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებებში გერმანიის ვიდეოების ქვეშ კომენტარებიდან ავარჩევ ადამიანებს, ვინც მიიღებს საჩუქრებს ჩემგან. გერმანიიდან ჩამოტანილ საჩუქრებს. ეს თითქოს უკეთესია, მაგრამ 10-დან 9 ამას, 10-დან 8-7 წითელს, ვარდისფერს. მოკლედ, გემშვიდობებით. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარები. წლის ბოლოს ავარჩევ ერთ ადამიანს კომენტარებიდან, ვინც ყველაზე აქტიურია ჩემს ვიდეოებში და მიიღებს გრანდიოზულ საჩუქარს ჩემგან. გამოიწერეთ ჩემი არხი, აქაც და გადმოდით TikTok-ზე. ვასუფთავებ. და ზედმეტებს ვყრი. წავიდა ნაგავში.